ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას იწყებს საკუთარი კონკრეტული გეგმების შესახებ პირველი განცხადება თბილისელებთან საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებმა ვაზის უბანში გააკეთეს. საკრებულოს წევრებმა რაიონის მესამე და მეოთხე მიკრორაიონის დამაკავშირებელი 100 მეტრიანი კიბე გახსნეს. სამუშაოები 40,000 ლარი დაჯდა, გადასასვლელი მოსახლეობის თხოვნით გაკეთდა. ქალაქის მერთან შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ითხოვა სატრანსპორტო კვანძთან დამაკავშირებელი კიბეების მოწყობა. ეს სამუშაოები დღეს დასრულდა, გაკეთდა 100 მეტრის სიგრძის კიბე. ეს მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვეტა, თუმცა აქ არსებობს სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემატური საკითხები, რომლის გადაწყვეტასაც უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ ეტაპობრივად. ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია მივიღეთ უკვე პლატფორმა, სადაც მკვეთრად არის გაწერილი ის მიზნები და ამოცანები, თუ რა ფორმით უნდა ვიმუშაოთ შემდეგში. ბუნებრივია დასაქმების პროგრამების ხელშეწყობა, სოციალური სტატუსის საწევა და იმ ყველა სამეურნეო პრობლემის გაგრძელება. იმაჩნია მნიშვნელოვნად ფრაქციის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით გადაწყვეტეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკა და მეტი ურთიერთობა ხალხთან, მეტი კონტაქტი ადამიანებთან, მათი სადგევარის მოსმენა და შესაბამისად მოგვარება.